შუადღე მშვიდობის მოგესალმებით ყველას. აქ მაქვს ყავა და ტორტი. 2 საათია და მე ახლა გავიღვიძე. სულ გამაზარმაცა მშვებულება და სამსახურიო დამეწყება, მე რა მეშველება არ ვიცი. მაგრამ არა უშავს. ყავა და ტორტი მაქვს აქ. ეს არის ტორტინის ტორტი. მოცვია თუ კენკრა რაც არის. ტყის ხილი აქ რა, ძირითადად მარწყვიც აქ, მაგრამ ეს ჟოლო არის ლურჯები და მრგვალი წვრილი კენკრები აქ, რომელიც არის მჟავე და ძალიან მიყვარს. მე ზოგადად მჟავე გემოები მიყვარს სასმელშიც, საჭმელშიც, ყველაფერში. და ტორტშიც მომეწონა მჟავე გემოები, იმიტომ რომ ტორტის იმ სიტკბოს და სიმსუხეს ცოტას აბალანსებს. მაგრამ შარშან უყიდე ჩემ ძმას დაბადების დღეზე ტორტი და მას შევთქვი, რომ ტორტინის ტორტს აღარ ვიყიდი თქო. მაგრამ გუშინ წინ მქონდა ჩემ დედაშვილს დაბადების დღე და აქვე არის ტორტინის მაღაზი არის აქვე. და ესა რა ქვია, ვუყიდე ტორტი და რა ტორტებიც კი ელაგა. ერთი და იგივე ტორტები იყო, ძირითადად ყველა იყო კენკრის. ერთი იყო ნახევრად კენკრის, ნახევრად თეთრი იყო, ნახევრად ყავისფერი რა, მაგრამ იმასაც კენკრა ჰქონდა და ეხა საერთოდ არ გამოიყურებოდა გადამრიეთ. ისეთი ვიზუალი ჰქონდა ტორტს, რომ დაბადების დღეზე, სანთლების ჩარჭობა და მაგ ტორტით დაბადების დღის მილოცვა რომ მოგერიდება, ეგეთი ვიზუალი ჰქონდა ტორტს. მომჭკნარი, ჟოლო, მოცვი, მარწყვი, ვაფშე კატასტროფა. 2 ცალი მარწყვი ეგდო და ისიც დამტყელებული, დამჭკნარი, დამჭყნარი. მაინც ვიყიდე. ხო და იყო 25-იანი ზედმეტად პატარა იყო და 28-იანი იყო ბევრად უფრო დიდი. მეთქი ახლა 3 ლარის გამო დიდს ვიყიდი თქო. ხო და ესე მესამე დღეა უკვე მოვკვდი ტორტის ჭამით, იმიტომ რომ ჩემ დედაშვილს ტკბილი არ უყვარს. ზოგადად ტკბილები არ უყვარს და ჩემი ძმა აქ არ არის და ერთი დაჭერი ჭამა იმ დღეს. სანთელი რო დაუნთე და რო გავჭერი და იმის მერე არ უჭამია. ხო და 3 დღეა ტორტს ვჭამ. ძალიან ცუდია და კატასტროფაა თქო, რო გითხრათ ვერ გეტყვით, მაგრამ კარგი ტორტი არ არის რა, არც კრემი მომეწონა, ფირფიტები ზედმეტად ეს არის, რა ქვია, კუთხეებში ზედმეტად გამომცხვარია და კრემიც საერთოდ კრემს არ აქვს, კრემის გემო. აი ნახეთ, იმდენად ისეთი კონსისტენცია აქვს ამ კრემს, თითქოს ის არისო რა, აი მარციპანი. იმდენად გასქელებული და ძალიან გაქვავებულია ეს ტორტი, კრემი. ეს მოცვი ხო ვაფშე კატასტროფულად ის არის მომჭკნარი. ეტყობა, რომ გაყინული ხილია გამოყენებული.
ცოტა ნაკლები რო ქონდეს ეს ხილი ხილია თუ რაც არის მოცვი ცოტათი ნაკლები რაოდენობა რო ქონდეს კარგი იქნებოდა იმიტომ რომ ზედმეტად მჟავია და თან პლუს კურკები აქვს ხო შევეშვათ ახლა ტორტზე საუბარს და რავი გადავიდეთ სხვა რამეზე თქვენთვის არც სიყვარულის დღე არ მომილოცავს 14 თებერვალი მოგვიანებით გილოცავთ ყველას და გისურვებთ რომ ყოველი დღე სიყვარულის ყოფილიყოს და ყოველი დღე სიყვარულით გეცხოვროთ იმიტომ რომ ნუ კი ესეთი დღეები ხა მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ანუ უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და თუნდაც ის საჩუქრები ვაჩუქოთ რასაც ყოველ დღე ან თუნდაც ჩვეულებრივ დღეს ავჩუქნით ერთმანეთს ის თუნდაც დედის დღე ავიღოთ ქალთა დღე ის ყვავილები იები ეს ყოველდღიურად სამწუხაროდ არ ხდება ეგ და მნიშვნელოვანია ეგეთი დღეები მაგრამ რეალურად სიყვარული არის ის რაც გვაერთიანებს, გვაძლიერებს, სიცოცხლის ხალის გვმატებს ყველგან არის სიყვარული ყველაფერი ხდება სიყვარულით ანუ მარტო როგორ თქვა მარტო წყვილის სიყვარულს არ გულისხმობ დედაშვილური მამაშვილური ნათესაური მეგობრული რავი ათასნაირი ყველგან სიყვარული ხდება და ამიტომ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასევე თქვენთვის არ მიჩვენებია ჩემი კბილები მე მგონი წინა ვიდეოში კი გეტყოდით რომ ბრეკეტების კბილებზე მკურნალობა დავიწყე და ბრეკეტების ჩასმას ვაპირებდი მაგრამ ჩვენებით არ მიჩვენებია ხო და ეს ტორტ-ნაჭამი ბრეკეტი ჯერჯერობით ჩავისვი მხოლოდ ზედა ყბაზე ერთი თვის შემდეგ ყენდება ქვემოთ და სიმართლე გითხრათ საერთოდ არ გამჭირებია ეხლა ვხვდები რომ ძალიან დამაჩლიფინა ბრეკეტებმა ძლივს ვლაპარაკობ ისედაც ჩემი კბილის დეფორმაციის გამო ხო რაღაცნაირად საუბრობდი მაგრამ ეხლა მით უმეტეს ამხელა რკინები რომ მაქვს ჩასმული და თან პირს ძლივს ვამოძრავებ იმიტომ რომ ყბა მტკივა ანუ განა კბილები და განა ბრეკეტი ესე იგი საერთოდ არ გამჭირვებია საერთოდ უმტკივნეულო პროცესი იყო ყველანაირად ბრეკეტის ჩასმა ერთადერთი ყველაზე საშინელება რაც იყო იმ პლასმას ხო გისვამე პირში რომ პირის უღია გქონდეს და ფიზიკურად ვერ ხურავ ამ პირს რა და ეგ არის ყველაზე მეტი საშინელება რომ 1-40 წუთი მაინც მინიმუმ ნახევარი საათი უნდა ითმინო იმ პლასმასის გაკეთებული ნერწყს რო ვერ ყლაპავ შენგებოზე ვერაფერს რო ვერ ამბობ ნუ ნერწყმგამწოვი გიგეთია რა თქმა უნდა რასაც გააქვს ნერწყი მაგრამ ეგ იყო ყველაზე მეტად რაც ტვინში ურწყავდა თორემ მტკივნეული პროცესი საერთოდ არ ყოფილა ასევე გვესაუბრა იმაზე რომ ანუ ტკივილები ჩვეულებრივი ამბავიაო და ყველას გექნებათო დანალევი ელემენტარული რაღაცა ტკივილგამაყუჩებელიო და თუ ძალიან გეტკინათო დალიეთო მიგოთ ხასიო ან რამე გამაყუჩებელი ეგ არ არის პრობლემაო ხო და საერთოდ ძალიან ჩვეულებრივად გადავიტანე პირველ დღეს წესით ყველაზე მეტად პირველ დღეს უნდა გტკიოდეს და ერთი კვირის განმავლობაში მაინც ყველაზე მეტად პიკია, მაგრამ პირველ დღეს საერთოდ არ მტკენია. სახლში რომ მოვედი,
ისე გემრიელად ვჭამე საჭმელი, რომ საერთოდ არ შეუწუხებივარ ტკივილს და აი მეორე დღეს უფრო მეტად ამტკივდა და პლუს ამას დილას რო ვიღვიძებ, დილაობით განსაკუთრებით, მერე დიდად არ მაწუხებს, დილას რო ვდგები, მტკივა ყბა, აი ეს მხარე. არ ვიცი რატომ. ანუ ხო იჭიმება ის კბილები ხო ჭიმავს, მავთულები ხო ჭიმავს კბილებს და შესაბამისად ყბაც მიიწევს ნელ-ნელა ალბათ. არ ვიცი რა პროცესია, მაგრამ ყბა რომ მტკივა, ეგ კი ვიცი. თუმცა ისე აუტანლად არაფერი არ მტკიებია, რომ ის გამეკეთებია, რა ქვია, წამალი რო დამელია. ძალიან რაღაცნაირად თუ რა მჭირს ვერ გავიგე, მეთქი ეხა დავჭდები, ქვეყანა რაღაცები მაქვს მოსაყოლი, მოუყვები, მაგრამ ეხა ვხვდები, რომ სუნთქვაც კი მიჭირს საუბრისას და საერთოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე, არ ვიცი რა მჭირს. ყველაფერს ვჭამ, საერთოდ არაფერს არ ვიკლებ, მაგრამ ვჭამ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ მეშინია. სტომატოლოგმა კი გვითხრა, რომ არ არისო პრობლემა, მოგწვრებათო, მოხვალთ, დაგაწებებთო, თუ გადაგეყლაპათ, ეგეც არ არის კატასტროფული, როგორც გადაყლაპავთ, ისე გამოუშვებთო და მშობლები ხანდახან შოკში ვარდებიანო, ისე ნერვიულობენო, რომ აი მერკინაო და რამე არ დაუზიანოს, რამე არ გაუჭრასო, მაგრამ ის იმდენად პატარა არისო, რომ რასაც გაჭედვის საფრთხე არ არისო, როგორც გადაგეყლაპებათ, ისე გამოვაო. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეხა ფრთხილად მაინც ვარ. რაც შეეხება შეგუებას, მე მინახავს ვიდეოები, რომ აი ესე წინხორკინები გაქვს ჩასმული და ტუჩს ესე აიწევენ და იმ რკინებმა ტუჩი და ის რკინები უზიანებთ ტუჩს, რა ბრეკეტების ფორმა გადადის ტუჩზე და რაღაცა დაწითლებული და დასისხლიანებული აქვთ. მაგაზეც გითხრა, რომ თუ რამე ტუჩი გატკინა თუ ან რაღაცაო მაზი შეგიძლიათ წაისვათო შიგნიდანო და რავი, პირველ დღეს ძალიან ეს იყო, რა ქვია, უხერხული იყო, ანუ მიუჩვეველი რო ხარ და ამხელა რკინები რო გაქვს ჩასმული და ტუჩსაც კი ვერ ხურავ წესიურად, პირველ დღეს ძალიან უცხო იყო ჩემთვის და მე ისე მივეჩვი, არ მეგონა ეგრე მარტივად თუ მივეჩვეოდი. ეხა ძალიან თავისუფლად ჩვეულებრივად არანაირად ხელს არ მიშლის. მაგრამ ქვემოთაც რო ჩამისვავენ, მე ნახეთ თქვენ ტანჯვა წამება ჭამის დროს. ეხა ახლადან არ მიჩვენებია, თან სატენზე მაქვს ტელეფონი დაყენებული, ისე ვიღებ ვიდეოს. აი ესეთი ჰერია რა. ეხა ტორტის ნაჭამზე რო გაჩვენებთ კბილებს. აი ესეთია. ღია მწვანე ფერის ჩავისვი, არ ვიცი რატო, რეზინის ფერის გადაწყვეტილებაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, სანამ ბრეკეტებს ჩავისვავდი ხო ყველანაირი ვიდეო ნახე TikTok-ზე და დაახლოებით ვიცოდი რა ფერიც მინდოდა, მაგრამ იქ რომ მივედი და ფერებს გადავხედე, სულ დავიბენი, რომელი ფერი გინდაო და არ ვიცი თქო და გავიცინე რა და თან რჩევა დავიწყე და ჩქარაო და ცოტა დამაჩქარა. და შესაბამისად მივიღე არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არა უშავს. რა პრობლემაა, ერთ თვეში გამოვცვლი.
ცოტა უფრო ის მინდოდა. ნუ მწვანეც არ არის ცუდი, მაგრამ ცოტა უფრო მოცისფრო, მოლურჯოფერი მინდოდა, უფრო ღიაცისფერი მინდოდა, ვიდრე ღია მწვანე. და რადგან ღიაცისფერი არ იყო იქ, რომელიც მე მინდოდა, შესაბამისად ავიღე ღია მწვანე. და შემდეგში ან ნაცრისფერს გავიკეთებ, ან ღიაცისფერს, რაღაცა ეგეც. მე რამდენი რამე უნდა იცით ამ ბრეკეტების მოვლას, ჯერჯერობით დიდად არ მეზარება და მიუყვები წესებს, მაგრამ დიდი ხანი ეგრე ვერ ვისწავლ, ვერ გავაგრძელებ. ეს არის კბილის ჯაგრისი, ესე ვთქვათ, რომელიც მავთულებს შუა კბილებში უნდა შეაცურო და ყველა სათითაოდ გამოიწმინდო. აი ესეთი ჩოთქივით აქვს წვრილი. ასევე კიდევ გამომიწერა კბილის პასტა, რომელიც 3 აფთიაქში ვიყავი, 4 აფთიაქში და ყველა მეუბნებოდა, რომ არ გვაქვს, ჩვენთან არ შემოდის და შესაბამისად აღარ მიყიდია. პლუს ამას მეორენაირი ჯაგრისიც დამიწერა, მაგრამ ეგეც არ მიყიდია. ხო, მე თვითონ სტომატოლოგს, ვინც კბილების წმენდა გამიკეთა, საშინლად არ მოეწონა ღრძილების, თავიდანვე სულს უპირველად რომ მივედი, მაქედან მოყოლებული არ მოეწონა ჩემი ღრძილების მდგომარეობა. მაგრამ ჯერ მითხრა, რომ სოდა და იოდის სავლები გამოიყენეო და გამოვიყენე და მე ცოტათი მოეწონა შედეგი, მაგრამ გუში რო ვიყავი მისული და გამორეცხვა გამიკეთა, იმდენად სისხლდენა დამემართა ღრძილებიდან, რომ მერე გამომიწერა სავლები, რომელიც ღირდა 35 ლარი. და ეხლა დილას საღამოს ვივლებ. ანუ ჩემი ხელფასი დავახარჯე კბილებს. ზოგადად ეგეთ რაღაცებს ხო დედაჩემი აფინანსებს, მაგრამ დედაჩემმა მკითხა. მე რო დავიწყე კბილების კეთება, გაქო ფულიო, ბარაცეო და მეთქი კი ეხლა კი მაქვს, მაგრამ მერე აღარ მექნება თქო. ხო და უკვე თითქმის აღარ მაქვს. ისედაც ეხლა ფულია და მოგეხსენებათ რა მარტივად იხარჯება, მაგრამ ესე უცებ ჯერ ჩემი ხელფასი ეს დროს არ დამიხარჯავს. თუმცა მიხარია, რომ ძალიან კარგ საქმეს ხმარდება. სხვას არ დავეცებ. ეხლა კომენტარებში დამიწერენ ან ჭამე ან ილაპარაკეო. ხო და ისედაც სულ არ ვლაპარაკობ. ძალიან იშვიათად რო ვჭამდე კამერის წინ. გუშინ გავაკეთე ვენეგრეტი, დავსვარე ყველაფერი, ჯამია, ქვაბია, თებშია, ჩანგალია თუ რაც არის. ყველაფერი დავსვარე და ისე დავიღალე, რომ დამეზარა დარეცხვა ჭურჭლის და დღეს უნდა დავალაგო სახლი. ძალიან გემრიელი გამოვიდა და იცით რამდენი ვჭამე? 2-ჯერ ვჭამე. დიდი თებში სავსე. ვაიმე, გარეთ ისეთი კაი ამინდია ხალხო. ეხლა დღეს რო ავდექი ლოგინიდან ხომ ციოდა და გათბობა ჩავთე. ეხლა ჩართული მაქვს გათბობა. და გარეთ რო გავედი, ისეთი მზიანი ამინდია. ეხლა როცა გარეთ ცხელა, შიგნით ცივა.
და როცა გარეცივა შიგნით შედარებით სითბოა, ეგრეა აქ. ხო და სარეცხვის დარეცხვის ამინდია ხალხო. ვიტირებ ხა. მოვიდა ჩემი სამსახურში გასვლის დრო რაღა დარჩა. დღეს არის 4 შაბათი. შაბათს უნდა გავიდე, 5 შაბათი და პარასკევი. მიფრინავს დრო, ძალიან მიფრინავს. თავიდან თითქოს ნელა მიდის და მერე მიფრინავს. 2 კვირა ისე გავიდა, ვერც კი გავიგე და დიდად ვერაფერიც ვერ გავაკეთე. ხო და ეხა ისეთი მზიანი ამინდია და იმდენი დასარეცხი მომიგროვდა. ჯობია რომ ნელ-ნელა დავრეცხო, გავაშრო და დავკეცო შევინახო, თორე მერე ჯერ მაინც მარტი წინ არის და კი ნაადრევად გაგვიგაზა ფხულდა და ძალიან შოქში ვარ რომ ესეთი კაი ამინდები წამოვიდა, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც ჯერ სიცივეები და წვიმები კიდევ იქნება. შეიძლება თოვლიც იყოს კიდევ. კაცმა არ იცის. ასე რომ სანამ კარგი ამინდებია, ჯობია გამოვიყენო. ეს კარგი ამინდები. მაგრამ მეზარება, ეგეც მეზარება. ვიტყვი გავაკეთებ თქო და მერე მეზარება. გუშინ უნივერსიტეტში წავედი გამოცდის დასაწერად ხალხო და ისე ცუდად ვიყავი. აი ეგეთი რაღაც ბოლოს როდის დამემართა არ ვიცი. ნახეთ, ზაფხულობით მქონდა ხოლმე მაქვს უпроსწორად ეგეთი რაღაც მემართება, რომ თქვათ დიდხანს რო ზივარ და მერე ავდგები გარეთ გავალ ან რაღაცა, ძირითად შემთხვევაში მაგ სიტუაციაში მემართება, როცა დიდხანს ზივარ და მერე ვდგები. გარეთ რო გავალ, აი უცებ 5 წამში ხდება ყველაფერი, თვალებში მიბნელდება, თავი მტკივდება, რაღაცნაირად მუხლებში ვიკეცები და ეგეთი რაღაც მემართება. ერთხელ სოფელში ისე ძლიერად დამემართა, რომ სტოლბა რო არ ყოფილიყო იქვე, ალბათ ცემენტზე დავარტყავდი თავს. მაგრამ გუშინ სულ სხვანაირი რაღაც მჭირდა, არ ვიცი, ძალიან რაღაცნაირად ვიყავი, ეგრე არ ყოფილვარ მართლა ალბათ კაი ხანია. ანუ ჯერ სახლიდან რო გავედი, ხა არ ამიშავდა რა, ცოტა კი მეზარებოდა წასვლა, მაგრამ გავედი და მეტროში ჩავედი. მეტროში იმდენად უჰაერობა დამემართა, გული ამიჩქარდა, საშინლად ამიჩქარდა გული, უჰაერობა მჭირდა, ჰაერი არ მყოფნი და ჯერ ხომ მეთქი სადგურის მოედნამდე მივაღწევდე, რომ ვაგონიდან გავაღწიო თქო და მერე კიდე სადგურის მოედნიდან მეორე ხაზზე გადავჯექი და მეთქი ღმერთო გეხვეწები, ვაჟამდე ავაღწევდე, მეტროდან ავაღწევდე, რომ სადმე წყალი ვიყიდო და დავდიო თქო, იმდენად ცუდად ვიყავ. ამოვედი როგორც იქნა, ცოტა ჰაერი გარეთ უფრო რა თქმა უნდა მეტი ჰაერი იყო და როგორც იქნა ამოვედი და წყალი ძლივს ვიყიდე, დავლიე და მეტრო მერე ისა უნივერსიტეტამდე ძლივსავ ჩანჩალდი, იმიტომ რომ იქ აღმართია თან სანამ უნივერსიტეტში ავალ და ესე იგი იქ ჰამაკში რო ჩავჯექი და წყალი რო დავიდგი, 1 საათი არ ამდგარ ვარ ჰამაკიდან, წყლის მისმეტი არაფერი არ მიკეთებია, ძალიან ცუდად ვიყავი, აი არ ვიცი, ეგეთი რაღაც არ დამმართნია ალბათ აქამდე. არ მახსენდება ეგრე უჰაერობა და რაღაცა. მერე კიდე არ ვიცი რა მჭირდა, გაორება მჭირდა გეფიცებით. აი ქუჩაში ხომ მოვდივარ და ყველა ვინც კი გვერდს ჩამივლის და ვინც კი შემომხედავს, აი ყველა თითქოს საიდანღაც მეცნობა. ყველა ვინც კი ჩამოივლის, აი რო შევხედავ, ნუ ხო შეიძლება რა თქმა უნდა ეხა წელიწადში ერთხელ ვიღაცა უცხოს წააწყდეთ, ვინც თქვათ თქვენს ძმას გავდეს, ან დას გავდეს ძალიან. ეგ ხო იშვიათია, მაგრამ მე გუშინ მჭირდა თითქოს ყველას საიდანღაც ვიცნობდი. არ ვიცი მართლა ეს რა იყო და რაღაცნაირად თითქოს გაორება მჭირდა და
აი რაღაცა სხვანაირად ვიგრძენი საკუთარი თავი რა, ყველა ვინც კი შემომხედავდა რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობდი თავს უხერხულად, რომ ნუ ეხა ქუჩაში რო დადიხარ, შენს შეხედავ სხვებს, გამოვლელებს, ეგ ძალიან ჩვეულებრივი პროცესია, როცა ვიღაც გიყურებს, მაგრამ აი გუშინ ვერ ვიტანდი, რომ სხვები მიყურებდნენ, არ ვიცი რა მჭირდა მართლა რაღაცნაირი ძალიან ცუდად ვიყავი. და ეხლაც დღესაც რაღაცნაირად ვარ, ანუ მეთქი ხა დავჯდები გემრიელად vlogs ჩავწერ. რამდენი ხანია, ანუ რამდენ რამეზე მინდა საუბარი თქო და ეხა რომ დავჯექი ხვდები, რომ სუნთქვა მიჭირს. აი რო ვსაუბრობ, ჰაერი არ მყოფნის. შეიძლება ამინდების ბრალიცაა, იმიტომ რომ ზოგადად არ შეიძლება რა ესეთი მაგარი სიცივებიდან რომ უცებ სიცხეში გადავდივართ, ისედაც გაზაფხულის ამინდებმა ხო იცის მოთენთილობა და რაღაცა, მაგრამ უცებ რომ ესე სიცივედან სიცხეში გადავდივართ, ეგ ძალიან ცუდია. თან ვიდეო შემხვდა გუშინ რაღაც, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ავტორს ახალი დადებული ქონდა, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ძველი ვიდეო იყო. ზაფხულის ვიდეო, ესაო რა ქვია, 41 გრადუსს მიაღწევსო სიცხეებიო და ისაო და ესაო და ჩემდეი და შუს რო ვკითხე, ეს ნეტა ძველია თქო, არაო, მასე აცხადებენო, რომ იქნებაო მაღალი სიცხეებიო და რაღაცა შემოტრიალდაო თუ რაღაცა, რა ვიცი რა ხდება, არ ვიცი. ხო და ეს ტორტი კიდევ ევჭამე. აკრძალული ხილი გემრიელიაო, ხო გაგიგიათ. რაც ბრეკეტები და გავიკეთე, იმის მერე მომინდა ყველაფრის ჭამა. მაგალითად ბატი-ბუტი. რამდენი ხანი აღარ მიჭამია, მაგრამ 2-3 დღე უკვე ისე ძალიან მინდა, რომ აი ცოტაც და გავალ მაღაზიაში ვიყიდი. მაგრამ თავს ვიკავები, იმიტომ რომ იმ ბატი-ბუტს ხო ისა აქ კეკალი რო გასკდება, წვრილი ისენი ხო რჩება, კანი, ნაჭუჭი. და ეგ ზოგადად ჩვეულებრივ კბილში რა საშინლად იჭედება და წარმოიდგინეთ ბრეკეტებში. ძალიან ჩლიფინებ. დღეს რაღაცა ძალიან ზედმეტად ჩლიფინებ. ხო და ესეთი ამბებია ხალხო, წავედი ახლა ცოტა ხანი გავივლი გარეთ, ძალიან კაი ამინდია და რა ვაკეთო სახლში, ნუ საკეთებელის მეტი რა, მაგრამ რადგან ყველაფერი მეწერება, გავისეირნებ მაინც. აბა თქვენ იცით და შეძლების დაგვარად, ნუ ეხა სამსახურში რო გავალ, ვიდეოებს აღარ ელოდოთ, იმიტომ რომ კადრი არ გვყავს და ძალიან ისეთი კრიზისულ მდგომარეობაში ვართ და ფიზიკურად რაც დამრჩა ეს 2 კვირა როგორღაც გადავაგორებ და მომიწევს დილიდან საღამომდე გადაბმები. ნუ ხელფასის მხრივ კი მაწყობს, მაგრამ უბრალოდ იქაური სიტუაციის ატანა არ მაქვს. მაგრამ არც დარღვევით მინდა წამოსვლა, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება, ხო? იქნებ ისევ მოგინდეს, ანუ ძალიან ბევრ რამეში ხელს გიშლის დარღვევით წამოსვლა. ნუ ეხა მაგაზე აღარ დავიწყებ საუბარს, უბრალოდ არ მინდა, ჩვეულებრივად კონტრაქტში როგორც წერია, ისე მინდა რომ წავიდე. წყნარად მშვიდად ყველანაირი დარღვევის გარეშე, ასე რომ 2 კვირაც მოითმენ და მერე უკვე ბოლო 1 კვირის განმავლობაში უკვე მოვიფიქრებ მართლა რა მინდა, ანუ კი მაქვს გეგმები. დაახლოებით კი არა, თითქმის ზუსტად ვიცი რა სამსახურშიც მინდა წასვლა. მაგრამ რავი, 1 კვირით ადრე დავიწყებ მოკლედ სივების გადაგზავნას. აბა ჰეთ და აბა ჰოთ, ძალიან ცუდად ვარ ეხა.
სუფთა ჰაერს ცოტა გავალგარეთ სუფთა ჰაერში ჩავისუნთქავ და ეგ იქნება აბა დროებით